ბერი იოსე ბათონელი, მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა, წერილი 76. ცოცხალია უფალი ღმერთი, შენ ყველაფერი კარგად გაქვს, ჩემო საყვარელო შვილო, ამიტომ შეგიყვარა ქრისტემ. მისი სიყვარულის ნიშანი ღვთაებრივი მადლია, რომელიც ბავშვობიდან გეწვია და გმოძღვრავს, ასე რომ ყურადღებით იყავი და სულ მცირე მწარე სიამოვნების გამო ნუ დაამწუხრებ ჩვენს სახიერ ღმერთს. ეს ეშმაკის შურია, რომელსაც ძულს ის, ვისაც უფალი სულიერ თვალს აუხელს. ამიტომ გაიღვიძე, ჩემო საყვარელო შვილო, და ყურადღებით იყავი, რადგან უფალი ხედავს იმას, რასაც შენ ვერ ხედავ. წყალობით მდიდარი ქრისტე ცდილობს აგიხილოს სულიერი თვალი. როგორი კეთილია! მაცდური ამას ხედავს და ცდილობს მწარე სიამოვნებით დაგაბრმავოს. ასე რომ შვილო, ნუ შეწყვეტ ქრისტეს სახელის მოხმობას. ყველა ჩასუნთქვაზე ჩაუღრმავდი მის ღვთაებრივ სახელს და კიდეც რომ გაგეფანტოს გონება არა უშავს. ეს განუწყვეტელი მეცადინეობა და მუდმივი სწრაფვა იპოვო უფალი, მას მოიზიდავს და თვითონ მოვა, რომ გიხილოს. და შენს გულში აღმოცენდება მაცოცხლებელი წყარო, რომელიც იღაღადებს, უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე. და მაშინ დაუსრულებელ სიხარულს მოგანიჭებს მეუფე ქრისტეს ხმა და სიტკბოება. ოღონდ ყურადღებით იყავი და გეშინოდეს. გაეკეცი ცოდვას, ის თოვლივით მოდის და ყველაფერს ახმობს. რასაც შენ მწერ, არის მოხედვა ღვთისა. ეს არის უფლის პირველი მოსვლა ცოდვილთან, რომელიც სინანულშია და ღმერთისკენ ბრუნდება. განიწმინდე თავის სუფთა ახსარებით. ცოდვის სიბინძურეს ნუ დატოვებ შენთან, რომ ვერ იპოვოს მაცდურმა შენი დაცემის მიზეზი. ადამიანის შვილო თვითონ ვერაფერს შექმნის. მას არ ჰქონია, არ აქვს და არც როდისმე ექნება ძალა, რომ რაიმე კეთილი აკეთოს, თუ კი ზეგარდამო არ გაუნათებს ღმერთი გონებას. ყველა კეთილი გულის სიტყვა ან გონების მოძრაობა ღვთის მადლის მოქმედებაა. თუ კი სხეულის გარეშე გააკეთებ რამეს, შენ გეკუთვნის, ხოლო თუ სხეულის დახმარებით, სხეული ხომ ღვთის ქმნილებაა. თუ კი რაიმეს გონების გარეშე იფიქრებ, შენია, ხოლო თუ კი გონების დახმარებით, გონება ხომ ღვთის ქმნილებაა. შესაბამისად, ადამიანს თავისი საკუთარი არაფერი გააჩნია. ესე იგი, ყველაფერი ღმერთით იწყება და მთავრდება. ამას სხვისი ხელით გწერ, ჩემო საყვარელო შვილო, შენ კი თვალყური ადევნე საკუთარ თავს. ახლა ავადვარ და როცა კარგად გავხდები, თვითონ მოგწერ. გადაეცი ჩემი მრავალი ლოცვა კურთხევა ჩემს საყვარელ შენს სულიერ მამას და უთხარი, რომ სულს ვღაფავ. ექიმი ნემსებით მამაგრებს და მეუბნება, რომ გამოვჯამრთელდები. ძმობა კი ტირის და არ უნდა ჩემი გაშვება.